კაცხის კანიონი, ადგილი, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს პირდება როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მეკლდეურებს, ასევე ჭიათურაში ჩამოსულ ექსტრემის მოყვარულ ტურისტებს. აქ წლის ნებისმიერ პერიოდში შეხვდებით სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებს. კანიონში შექმნილია ყველა საჭირო პირობა, რომ სტუმრებმა გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები კლდეზე ცოცვაში, დაისვენონ და გაერთონ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტს ძლიერი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც მისი უნიკალური ბუნება განსაზღვრავს. მინდა აღვნიშნო, რომ ჭიათურა მდიდარია მღვიმეებით და ჩვენ გვქონდა მოკვლევის პროცესი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი ადამიანი შევიყვანეთ მღვიმეებში ტურისტული მიზნებით და აღმოჩნდა, რომ მოუწყობელი მღვიმეები უფრო დიდ ინტერესს იწვევს ვიზიტორებში, ვიდრე მოწყობილი განათებული მღვიმეები და გვინდა რომ ეს პოტენციალი სრულად ავითვისოთ და ჭიათურაში ჩამოსულ ვიზიტორებს შევთავაზოთ მღვიმეის ტურებით. ყავს მეგობრები, უცხოელი მეგობრებიც, რომლებიც ხშირად ჩამოდიან, ცოცავენ, უფრო ხშირად, უფრო საინტერესო მათთვის მეკლდეურობა არის და კლდეზე ცოცვა და აქედან გამომდინარე, მეც მათ უფრო ხედავ კლდეებზე, კაცხში, სვერში, ვიდრე სხვაგან ხოლმე ქალაქში ან მის მიმდებარ ტერიტორიაზე. იმისთვის, რომ ჭიათურის ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები ვიზიტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2022 წლიდან დაიწყო მარტივი კატეგორიის საფეხმავლო ბილიკების მონიშნა. დღეს უკვე მონიშნულია დაახლოებით 20 კილომეტრამდე სიგრძის ბილიკი, რომელიც აკავშირებს სოფელ ნავარძეთს, სოფელ კაცხს და ამ ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებსა და ციხეებს. ეს ბილიკები მომავალში და მისი მარკირების მთავარი მიზანიც ის არის, რომ ეს ადგილები, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჭიათურა, უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ მოგზაურებისთვის და აქ ჩამოსულ სტუმარს კიდევ ერთი დამატებითი ტურისტული პროდუქტი შევთავაზოთ მონიშნული საფეხმავლო ბილიკების სახით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ჭიათურის ადგილობრივი ხელისუფლების ხედვები მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის თაობაზე თანხმდრაშია. მუნიციპალიტეტი აქტიურად იწყებს მუშაობას ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. შავი ოქროს ქალაქიდან მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებისკენ. ჭიათურა უკვე მზად არის საკუთარი შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე ახალი ძალით წარმოაჩინოს.